რისი გაკეთება უნდა მოასწროთ, სანამ კონკრეტულად ახალი წელი დადგება. Რა თქმა უნდა, დრო საკმაოდ დიდი არის ახალწლის დადგომამდე, მაგრამ წინამდებარე, ასე ვთქვათ, პრაქტიკა და წინამდებარე სიტუაციები უნდა განსაზღვროთ, რას როგორ გააკეთებთ. 2025 წელი ეს არის კონკრეტულად განდეგილის პერიოდი ქალწულის ნიშანში, ხო, ქალწულის ნიშანი ვთქვათ. შესაბამისად, ეს კონკრეტული ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო ცოდნასთან, წიგნები, გარკვეული სახის ინფორმაციები, უნდა გადაახარისხოს. აუცილებელი არის მათ, ვისაც გააქვთ თქვენი საკუთარი ბიბლიოთეკა სახლში, გადაახარისხოთ წიგნები, რომლებსაც გამოიყენებთ 2026 წელში, ან არ გამოიყენებთ. დახარისხება იყოს გარკვეული სახის წიგნების და შესაბამისი ადგილი რომ მიუჩინოთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ იყოს წესრიგის მდგომარეობა. მეორე, რაც უნდა გააკეთოთ, აუცილებელი არის სახლის ყველა კუთხეების დასუფთავება. იატაკის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოხდეს მისი მოწმენდა მარილიანი წყლით, თუ კი ისეთი, ასე ვთქვათ, სტრუქტურა არ აქვს იატაკს, რაც დააზიანებს მარილიანი წყალი, ან უშუალოდ კარგად გამოწმენდა კუთხეების სახლის ყველა მიმდებარე ტერიტორიის, ხო? და რაც თავარი არის ჭერის თემაშიც, ჭერზეც უნდა მოხდეს წმენდითი მდგომარეობა, რომ ყველა ეს კუთხეები გაიწმინდოს. ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტულად უარყოფითი ენერგიები გროვდება კუთხეებში ყველაზე მეტად. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს წმენდა. ასევე კარგი იქნება, თუ სურნელოვანი ჭხირის საშუალებით, თუნდაც საკმელი სხვადასხვა საშუალებებით იქნება ყველა კუთხეები დავლილი და გაწმენდილი, ანუ ერთგვარი კვამლი, რომ შევიდეს არსებულ კუთხეებში და გაიწმინდოს და თქვენი სიტყვებით თქვათ ეს ყველაფერი. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ გადაახარისხოთ თქვენი ეგრეთ წოდებული გარდერობი, ხო, სადაც რა სახის ტანსაცმელი გაქვთ, რომელს გამოიყენებთ, რომელს არ გამოიყენებთ, რომელიმე თუ დახეულ მდგომარეობაში იმყოფება დაზიანებული, სჯობს, რომ ამ ყველაფერსგან განთავისუფლდეთ შეძების დაგვარად. ისეთი ნივთები, რომლებიც უკვე წელიწადზე მეტი არის, აღარ იყენებთ, აღარაფერში აღარ გჭირდებათ, ამ ყველაფერსგან მნიშვნელოვანი არის, რომ განთავისუფლდეთ. 2026 წელი ეს იქნება კონკრეტულად წესრიგის პერიოდი, ეს იქნება კონკრეტულად ტრიალის მდგომარეობა გარკვეული სახის სიტუაციების და მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ყველაფერი ასპექტები წინასწარ დაცულ მდგომარეობაში იყოს. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ არსებულია, ასე ვთქვათ, წელი, რომელიც მოდის, საკმაოდ იქნება ბევრი სიტუაციების მომტანი, თითოეული თქვენგანის სახალი სიახლეების მომტანი და რაც თავარი არის გენერალური ეგრეთ წოდებული უბორკას რო ეცახია, ხო, დალაგების მდგომარეობაც. ამასაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაფრის დახარისხება, დალაგება, მაქსიმალური სისუფთავის გამორჩენა, რომ 2026 წელს შევხვდეთ მაქსიმალურად ახალი ენერგიებით და მაქსიმალურად ათვისებული პოზიტიური ენერგიებით. ეტაპობრივად სხვადასხვა სახის რეკომენდაციებს აუცილებლად დავდებ მე კონკრეტულად სანამ ახალი წელი მოვა. იქამდე კი გისურვებთ წარმატებას თითოეულ თქვენგანს, თვალი ადევნეთ ჩემ ახალ სიახლეებს, რომელსაც განვათავსებ ეტაპობრივად ჩემს გვერდზე. მოიწვიეთ თქვენი მეგობრები, მათ ვისაც აინტერესებთ ეზოთერიული ინფორმაციები, სხვადასხვა სახის ასე ვთქვათ, პრაქტიკები, ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში ნელ-ნელა დაიდება და უფრო მეტად აქტიური გავხდებით. თქვენივე აქტივობა, თქვენივე ჩართულობა უფრო მეტი სტიმული არის გავაგრძელო ის საქმიანობა, რომელსაც ვაკეთებ.